გამარჯობა ყველას. დღეს ჩვენ წინაშე წარმოდგენილია დანი Subway. გავსინჯოთ, ვნახოთ ერთად რამდენად რეალობაა, რომ სწრაფქვებებს შორის ყველაზე ჯანსაღი არის Subway. დღეს ოდნავ სხვანაირი ვიდეო გვექნება, ამიტომ ბოლომდე დარჩით, გამოიწერეთ არხი და ალაიქით ვიდეო და დავიწყოთ. Subway. ფასები არის ესეთი. 15-დან 25 ლარამდე. რა დაუბძმა მე მეგონა დანი რაღაცა მოვიდო და აი ქვაბით რა, დიდი. აპლიკაციაში ეგრე ხატია, მაგრამ ძალიან სერიოზული ჩანგლებია. ტერიაკი, ბარბეკიუ და ცეზარი. და ეს ჩიპოტლე, რომლით დავიწყოთ. ეგ იცი რომელია? ეგ არის ცეზარი. ესეც და ესეც. ძალიან გემრიელია? ხო. ამ Subway-ის პროდუქციაზე მე რო კარგი მეთქვა, უნდა ყოფილიყო ძალიან გემრიელი. კარგია. უბრალოდ ჩემთვის ოდნავ დანი წიწაკა აქვს ბევრი, შემთვის არა? ჩემთვის ეს ძალიან ბევრი ბაიოთესია. კაი, მთლიანობაში როგორია, მითხარი რამდენს დავუწერ? 10-დანაც. 10-დანაც? არა, ჩემთვის 10-დანათი არ არის, ჩემთვის არის 10-დან 7 იყოს. მოკლედ ეს არის ჩემთვის 7-იანი, დანიელისთვის 10-იანია. ვნახოთ დანარჩენი, მოკლედ დანი, ის არ გაინტერესებს რატო დევს იქ? ესო? ხო, რა შუაში არის, Subway არ არის. ეხლა ამას აკეთებ და მე ეს ეგ გავსინჯოთ, ეგ მანდიცი რატო დევს? დღეს მეგობრებო, როცა ვიდეოს ვწერთ, ცოტა ადრე ვწერთ, მაგრამ ეს ვიდეო როცა YouTube-ზე დაიდება, მაგ დღეს არის დანიელის დაბადების დღე. ეხლა ჩემი ძმა, მომისმინე? თორიოდა ჩავ. დანი, მომისმინე, ერთსა, ჯერ გილოცავ ჩემი ძმა. ჯანმრთელობას გისურვებ. ბანობა. ეხლა ჩაიფიქრე სურვილი და ჩააქრე. ოთორი. კაი, მიდი 2. ეხლა იმედია სკროლი არ ჩაიფიქრე და გამომწერები ჩაიფიქრე. არა. აბა? ტელეფონი და ბოტო. გამომწერები ძმა? გაუტერები ხო თქვი უკვე. ისედაც იქნებიან, ხო გამომწერები? გამოიწერეთ მოკლედ მეგობრებო ჩვენი არხი და დანიელს დააბადების დღისთვის ერთი ცალი გული დაუწერეთ ყველამ კომენტარებში. გავაგრძელოთ. აბა როგორია ჩემი ძმა, მიდი მითხარი და მეც გავსინჯო. ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. რამდენს დაუწერ ამას? 10-დან. ხო, იმას დაუწერი 10-დან? ამას 7-ს? მე ამას დაუწერ 10-დან 5-ს. აი უაზროდ ძალიან ბევრი соуსი აქვს რა. მე 7. 7-ს და მე დაუწერდი 5-ს რა, აი ძალიან გადამეტებულად ბევრი соуსი აქვს, მაიონეზი არის ძალიან ბევრი. ისე ქათმის ხორცი თვითონ ძალიან გემრიელია. ხო, მით მაგას ხო, ვეუბნები. მაგრამ ის რა ქვია? და ბევრი მაიონეზი აქვს ძალიან. მოკლედ, შენ დაუწერე 7-დან. აი ამას გავსინჯოთ მეორე. აი ეს ნახოთ, აბა, ეგ საიდუმლოა. დანი. მაგ ჩვენც არ ვიცით. არა, არ ჩვენ არ ვიცი, აი გახსნილიც არ არის. 10-დან 7, 10-დან 5 მე. წავედით. ვიდრე ბარბეკიუს გასინჯვაზე გადავალთ, ჩვენს არხზე თამაშდება PlayStation 5. ეგეთი ხო იცია ბიჭო. ხო, მაგრამ კიდე ყველა ვიდეოში უნდა უთხრათ, იცი რატო? ამ ვიდეოს შეიძლება ისეთი ადამიანები უყურებდნენ, ვისაც ჩვენი წინა ვიდეოები ნანახი არ გაქვთ. მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია, შეგიძლიათ გადახვიდეთ Facebook-ზე და ნახოთ აპრინული ვიდეო. პატარა დანიელი ხოა? მაგას დააჭერთ და პატარა დანიელი რო აქვევით, მაგას დააჭერეთ. დანი, Facebook-ი და Instagram-ი სად ამოვანათოთ? აქა და აი აქ. უნდა გადახვიდეთ, გამოყვეთ Facebook-ზეც და Instagram-ზეც, ჩვენი TikTok-იც ნახოთ და გამოიწეროთ არხი. დათდება Facebook-ი და აგერავდა. Facebook-ი და აქეთ Instagram-ი. ხო. ვავე, გავაგრძელოთ. ვიდი ჯერ შეხვდა. ჯერ მე? ამას ჩემთვის ძალიან მწარეა. ძალიან ცხარეა. დანიელისთვის განსაკუთრებით, ჩემთვისაც კი ძალიან ცხარე იყო. დანი, გასიტყვი. მუდოლიას ვაფშე. ვაფშე ნოლიანს 3-იანს დაუწერდი. ბრეიქზე რომ გამოხვიდე სამსახურიდან, შიერზე შეჭამ. მაგრამ რა ის 22 ლარი ხარ ხო? რანაირად უნდა ხირდეს არ მისმის. არ ვიცი, Subway ფასები დაძიეთ, ხარისხი აწიეთ. ამაზე რაც შემიძლია ვთქვა არის ის რომ 3-იანი შემიძლია დავწერო. გადაავდე იმერე გარეთ რა არის ის? თლად ეგეთი ცუდია? ხო. ძალიან ცხარეა მეგობრებო, არ ვიცი ამაზე რამდენად შეჭამთ. მოდი ახლა ჩიპოტლის გასინჯვაზე გადავიდეთ. დანი, ეგ სიმართლე რო გითხრა? მე გავხსნი. გახსენი, მიდი. და ამას მერე. ხო, კაი, მე. ამის მერე. კაი, მე ეს ნაჭამი არ მაქვს, იცი? მე სრაგად. ჩიპოტლე და
ნახე აბარო, სუში გავს ეს. ასიტყვით ეს სუშის ეპიზოდზე, ავეთ დაგვიწერეთ რამდენად საინტერესო იქნება დანის რეაქცია სუშზე. მიდი ჩემი ძმა, აბარა რა არის საერთოდ გავსინჯოთ. შეიძლება მე ცუდად გამომეყურება რაღაც. ცუდად გამოგეყურება? თუ რამე ჯერ მე? ეხლავე ძმა. აუ ეს იმაზე მწარია. არა, მე არა. ძალიან მწარია. მე არა. მჟავე კიტრი და წიწაკა. სახში შეგიძლიათ მოამზადოთ, აი ეს. არ გადაიხადოთ 10 ლარი ამაში. მე არა. მე არ შეჭა, მე არა. წვრილად დაჭერით წიწაკა, ჩაყარეთ, მჟავე კიტრი, მოურიეთ და 10 ლარის ეკონომია. მოკლედ, ერთიანი დანიელს საერთოდ გასინჯვის სურვილიც არ აქვს და ნურს გასინჯავ. ეს როგორია, აბა? როგორ? აგერ გვერდზე საცხობი როა, ძალიან დიდი მადლობა უგემრიელესი მაფინისთვის. არ მინდა მე ამის გასინჯვა. დანიელ, საბოლოო ჯამში 500.000 გამომწერი გვინდა. დანიელმა ესეთი მიზანი გაისახა, რომ ამ არხზე, სადაც ახლა გვიყურებთ, 500.000 გამომწერი უნდა გვყავდეს. დანი, როგორ უნდა ავიდეთ 500.000-ზე ინსტრუქცია მიეცი ხალხს. ვალე მე სახში არ ვიქნებ. რატო სად მიდიხარ? დაბადებისთან. დაბადების. კარი ბატონზე. უთხარი ხალხს 500.000 გამომწერი როგორ უნდა გვყავდეს. ყველა დალაიქეთ, ვიც უყურებთ ამ ვიდეოს და აი რა? წვიდეთ. რა? ლაიქებს, დაჭერეთ. ლაიქი და გამოწერა მოკლედ მეგობრებო ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ ყველა შაბათს ძალიან დიდი ხანი მეგობრები არიან. ხო, შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს. მოკლედ, საბოლოოდ შევაფასოთ ახლა Subway. მთლიანობაში დანიელ, როგორც კვების ობიექტს, ფასის გათვალისწინებით, ფასი შენ არ გაითვალისწინო, შენ მხოლოდ გემოთქვი. ფასის გათვალისწინებით, გემოს გათვალისწინებით გასწორებული, აი ცოტა წამატებული 4-იანი რა. აი რა ვიცი, ჯანსაღი არ ვიცი რამდენად არის თუ არ არის. რა ჯანსაღი? არ ვიცი, რავი, ეგეთი იმიჯი აქვს ბაზარზე, რომ Subway-ში რომ მიდიხარ, უნდა ჭამო ჯანსაღად რა და არ ვიცი, წიწაკა რამდენად ჯანსაღია. არ ვიცი, როგორ ჭამენ, არ ვიცი, ძალიან ცხარეა. ჩვენ გამოვიძახეთ სტანდარტული, არაფერი დაგვიმატებია, არაფერი გამოგვიკლებია, ყველაფერს უბრალოდ გამოვიძახეთ და სტანდარტული არის უაზროდ ცხარე. ეს არის ჩვენი შეფასება. დანი, მე 4-იანს უწერ მთლიანობაში ყველაფერს. შენ რამდენს დაუწერ? მე ყველაფერს უწერ მთლიანად 2-ს. ვაფშე არ მოგეწონა? კარგი. ეს იყო მოკლედ Subway-ზე რაც შეგვეძლო. გვეთქვა, თუ თქვენ გასინჯული გაქვთ, დაგვიწერეთ თქვენი გამოცდილება Subway-სთან დაკავშირებით. კი ამოგიხებ. დანი, მოდი სანამ ამის ჭამას გააგრძელებთ, დავემშვიდობოთ და მერე შევჭამოთ ეს მაფინი. კარგად იყავით მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე.